გუშინ მიხილე რუსთავიორზე დებატები. ამდენი მადლობა და ბოდიში кайხანი არ გამიგონიათ ქართული ტელევიზიებიდან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს რაღაც ქმედებებზე, რაც ჩაიფიქრენ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დებატები გახსნა, აგერ დაუთმო ინსტიტუტების გაერთიანებას და ხალხის აზრი გაითვალისწინა. და მე როგორაც უყურებ თუნდაც ის რომ მიუნხენში მიდის ეს იმის მიმანიშნებელია რომ უკვე ევროპასაც ამოსულიყავართ კისერში ამერიკასაც და ასე შემთხვევით არ მომხდარა არც ინსტიტუტების გაერთიანების დათმობა არც დებატების დაწყება და ეს არის შორს გამიზნული ნაბიჯები ალბათ ვიხილავთ რაღაც პოლიტპატიმრების რაღაც ნაწილის გამოშვებას ან რაღაცის დათმობას, მაგრამ ისინი ამას მიიღებენ აღიარებას. და არ ვიცი, მეტი ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე რა. იმიტომ რომ ყველას ამოსული ვყავართ კისერში. ვერც ევროპა უყურებს იქ სიტუაციას რომ რომელიმე ძალა ერთი ან რამდენიმე ერთად მზად არის ხელისუფლების სასაღებად ქვეყნის დასაწყნარებლად და სტაბილურობის მიღწევისთვის ამას ისინი ვერ უყურებენ და უნდათ თუ არ უნდათ ეს იქნება იძულებითი ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ ახლა ნამდვილად არავის არ უნდა ახლა მაგ ყოველდღიური აქციები, ყოველდღიური სიტუაცია, მძაფრი სიტუაცია და ეცდებიან ვინ შეძლებს ამის დარეგულირებას იმასთან მოილაპარაკოს. ამ წუთას ასეთი ძალა ჩანს მხოლოდ ხელისუფლება და ჩვენ ვყავართ საშიშროების წინაშე, რომ ევროპაც და ამერიკაც შეცვლის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართ და უფრო მეტი დამთმობი იქნება. ყოველივე რავი ახლა მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, თავს არასდროს ავდებდი რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებას ვაფქვევ თქვა, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ის რა ფორმითაც ჩვენ ახლა ხელისუფლებას ვებრძვით, შედეგი ვერ მოიტანა, ხო? ეს ხო ფაქტია. ამაზე ნამდვილად დავდებ თავს, რომ შედეგი ვერ მოიტანა და ამ ფორმით გაგრძელება ისევე შედეგს ვერ მოიტანს, ეს არის ფაქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ ალბათ საჭიროა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, სადაც კი გაერთიანდება სულ ყველა პარტია, თუნდაც პრორუსული იყოს, თუნდაც პატრიოტთა ალიანსი იყოს, თუნდაც გირჩი იყოს, არ ვიცი, ვინც კი გამოთქვამს სურვილს. ყველა უნდა გაერთიანდეს, საზოგადოებრივ მოღვაწეები, ადამიანები, ჯგუფები, სხვადასხვა ჯგუფები, ვინც თვლის რომ ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს გადარჩენა არ უწერია და დროზე უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, ყველა უნდა გაერთიანდეს, უნდა დაიწყონ მუშაობა, უნდა შეიქმნას ჯგუფები, საგაბიცო კომიტეტი, იურიდიული კომიტეტი, რომელიც მოაზრდებს საკანონმდებლო ცვლილებებს, საარჩევნო კანონს, რა ვიცი, ყველაფერს, სასამართლო რეფორმის კანონს, განათლების რეფორმის კანონს, დაიწყებენ მუშაობას და დაანახებენ ადამიანებს, დაანახებენ ევროპას, დაანახებენ ამერიკას, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლების სასაღებად. ჩვენ ეს ადამიანები მზად ვართ ხელისუფლების სასაღებად. დაიწყებენ რეგიონებში მუშაობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი რა, ამას ახლა გინდა დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, გინდა რაც გინდა საკოორდინაციო საბჭო, გინდა რაც გინდა ის დავარქვათ, ოღონ ასეთი რამე უნდა შეიქმნას. დაავთვოთ ამბიციები, დაავთვოთ ურთიერთ სიძულვილი, ურთიერთ გაუტანლობა, თუ არა ციხეში შეგვაყვარებენ ერთმანეთს და დავჯდეთ შევქნათ რაღაც ორგანო, საკოორდინაციო საბჭო, გარდამავალი მთავრობა, რა ვიცი, რაც გინდა ის დავარქვათ და დავიწყოთ მუშაობა. ხელისუფლების დემონტაჟისთვის მადლობთ ყურადღებისათვის.